გამარჯობა, თქვენ უყურებთ Nutrimax-ის საკვების გამოყენების ვიდეო ინსტრუქციას, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ Nutrimax-ის 4 ფაზის ბროილერის საკვებზე. აღნიშნული საკვებები არის მზასახის და გეხმარება სრულად გამოზარდოთ თქვენი ბროილერის წიწილები გამოჩეკვიდან მის რეალიზაციამდე. პირველი ფაზის საკვები არის პრესტარტერი, რომელიც წიწილს ეძლევა 7 დღის განმავლობაში და ამ საკვებს წიწილი 160 გრამის ოდენობით მოიხმარს და საშუალოდ 180 გრამს აღწევს. აღნიშნული საკვები ეხმარება წიწილს ყვითრის გაწოვაში და აძლიერებს მის იმუნურ სისტემას. შემდგომში უკვე ბროილერის სტარტის ფაზის საკვები მოდის. ეს საკვები წიწილს ეძლევა 8 დღიდან მე-15 დღის ჩათვლით და საშუალოდ 500 გრამს მოიხმარს. ამ პერიოდის განმავლობაში უკვე კარგად ყალიბდება წიწილის საჭმლის მომნელებელი სისტემა, რაც შემდგომში საკვების მაქსიმალურ ათვისებას და მეტ პროდუქტიულობას უდრის. პრესტარტერის და სტარტის შემდგომ უკვე ბროილერ Max Grower გამოიყენება. აღნიშნული საკვები მე-15 დღიდან 25 დღის ჩათვლით მიეწოდება ფრინველს. ამ პერიოდის განმავლობაში ჯამში ერთი ფრინველი 1100 გრამ გრანულირებულ საკვებს მოიხმარს. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სტარტიდან Grower-ის ფაზის საკვებზე გადაყვანის დროს 3-4 დღე შეჩვევით გადაიყვანოთ ფრინველი ახალ საკვებზე. Grower-ის შემდგომ უკვე შეგიძლიათ ფინიშის ფაზის საკვები გამოიყენოთ, რომელიც შეგიძლიათ მიაწოდოთ ფრინველს 25 დღიდან მის რეალიზაციამდე. გაითვალისწინეთ, რომ საკვების გარდა ფრინველს მუდმივად ქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალზე, შეუქმნათ მისთვის საჭირო სუფთა გამოსაზრდელი გარემო, მიაქციოთ ყურადღება ბიოუსაფრთხოების ნორმებს და ფრინველის ჯანმრთელობას. კვების შემდგომი ვიდეო ინსტრუქციების სანახავად თითოეულ პროდუქტზე დატანილი QR კოდი დაასკანერეთ. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და გაგვიზიაროთ თქვენი ინტერესები და კითხვები კომენტარებში.